გამარჯობა ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ხის სახლის მშენებლობით. მე მიშო ვარ და ეს არის ჩემი YouTube არხი ფერმა და სახლი. და ეს კი სერიებია აშენე შენით, რომლის ფარგლებშიც ვაშენებ ხის კარგასულ სახლს. და თქვენთან ერთად გავდივარ ყველა იმ ძირითად ეტაპს, რომლისგანაც შედგება ეს პროცესი და მოგეხსენებათ, რომ უკვე საიდინგის, ანუ ფასადის მოპირკეთების ეტაპზეა ჩვენი პროექტი გადასული და ეხლა დღეს მოტანილი მაქვს ხის ეგრეთ წოდებული ლამპა იმისთვის, რომ ავაგრათ სახლის გვერდებზე, კედლებზე გარედან და მანამდე სანამ უკვე დავიწყებ აკვრას, აუცილებელია რომ დაიფაროს შესაბამისი საღებავით, ფენით, იმისთვის რომ გამძლე იყოს როგორც ჭიებზე და სხვადასხვა მავნებლებზე, ასევე ნესტზე და წყალზე. როგორც უყურებთ უკვე დავიტანე ერთი ფენა, ეს არის ძველი ხის ეფექტი, ესე ჰქვია საღებავის ფერს და ძალიან მომწონს ის ფერი, რომელიც მიიღო უკვე ამ ფიცარმა, თუმცა მეორე ფენა კიდევ უფრო დაამუქებს და გამოიყვანს ხის ფაქტურას და დაემსგავსება ეს ფიცარი ძველ ხეს, რაც მე ძალიან მიყვარს და ძალიან ვანიჭებ უპირატესობას დაძველების ეფექტს. მოკლედ, როგორც იცით, ჩვენი ხის სახლზე, კედლებზე უკვე გამზადებული მაქვს ლარტყები, ფიცრუკები, როგორც მას ვუწოდებთ და აი ამაზე პირდაპირ წავა უკვე აი ეს აღნიშნული ხის ლამპა და ვნახოთ მოკლედ როგორი გამოვა უკვე დასრულებული კედელი. ალბათ როგორი კარგი ამინდია დღეს გუდაურში, ხო? მაგრამ ჩვენ არ ვსრიალებთ და ვაგრძელებთ სახლის მშენებლობას. ეს არის პირველი თოვლი პრინციპში ჩვენი სახლისთვის და პირველი ტესტიც თუ როგორ გაუძლო მან ამ ყველაფერს და როგორც ხედავთ ძალიან წარმატებით სახურავზე თოვლი არ გაჩერებულა და დაწყებულია ფასადის მოპირკეთება დღის შუქზე. უკვე შეგვიძლია დავათვალიეროთ ღამის ნამუშევარი და მე მგონი რომ ძალიან კარგად მოუხდა ეს ფერი, რომელიც გადავწყვიტეთ რომ ყოფილიყო ფასადის ფერი. დასრულებული უკვე ეს როგორც კი ჩამოიჭრება აივნის გვერდიც, ეს ზედმეტი ფიცრები, ეგრეთ წოდებული ხის ლამპას. უკვე ვფიქრობ რომ ძალიან გალამაზდება, შემდეგ უკვე ფანჯრები ჩადგება და ძალიან სწრაფად და ძალიან მალე შეიძლება რომ უკვე მიეცეს დასრულებული სახე ჩვენი ხის სახლს.
ბიჭო მოკლედ წინასწარ გამზადებულია ყოველ 30 სანტიმეტრს იკლებს ყოველი შემდეგი ლამპა ჩემი გრადუსის მიხედვით, სახურავის გრადუსის მიხედვით და ვცდილობ რომ წინასწარ გავიმზადო რამდენიმე ერთად რომ ზემოთ მუშაობისას ხშირად არ მომიწევს დაბლა ჩამოს. ძალიან ცოტა დარჩა. მოკლედ ეკვრება ფასადზეც სუპერდიფუზიური მემბრანა, რის შემდეგაც აქაც წავა ჩვენი ფიცრუკები, ეგრეთ წოდებული ლარტყები. ოღონდ ამ შემთხვევაში გვერდებისგან განსხვავებით აქ ვაპირებ რომ ვერტიკალურად გავაკეთო ფასადის ფიცრები, რომელიც უკვე გამზადებული და შეღებილია. ამის გამო ჩვენ მოგვიწევს რომ ლარტყები გავაკრათ ჰორიზონტალურად. ამასობაში ვიტრაჟებისთვის ჩარჩოც უკვე მომზადდა. როგორც ხედავთ, ახლა გამაგრებული მაქვს ისე რომ ზომებში და რა თქმა უნდა ისევ და ისევ ლაზერში არის გასწორებული. იმისთვის რომ დეფორმაცია არ განიცადოს მას შემდეგ რაც სამონტაჟო ქაფით ამოვავსებთ ღიობებს გვერდებში ისევე როგორც თავში და ბოლოში გამაგრება აქვს რომ მომავალში როცა მინა პაკეტი ჩაჯდება არ შეექმნას პრობლემა და არ იყოს ზომების არევა.